უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ჩვენი საქმე სარჩელების უსინათლოებისთვის სარჩელების ფორმების არაადაპტირებულობის თაობაზე 30 აპრილს განხორციელებულ ჩატარებულ სხდომაზე ეს საქმე მორიგებით დასრულდა. მორიგების შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი სრულობს ყველა სარჩელის ყველა ფორმის ან 12 ფორმაზე არის საუბარი უსინათლოებისთვის ადაპტირებას და ასევე მოსარჩელეებისთვის, ან ჩვენთვის და მეორე მოსარჩელისთვის 10,000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას. აქამდე ვისაც აწი არ გაინტერესებთ, აქვე შეგიძლიათ გათიშოთ ეს ვიდეო. კომპენსაცია შეგნებულად ვახსენე თავიდანვე არა, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ფული არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ რომ ვიცი რომ სადაც ფულის სუნი დატრიალდება, ის ადამიანებს უფრო აინტერესებთ ხოლმე ხშირად ის ამბები. ეს დავა გრძელდებოდა 9 წელი. უზენაეს სასამართლოში მას განიხილავდნენ მოსამართლეები თამარ ზამბახიძე, თამარ ოქროპირიძე და გიორგი მიქაუტაძე. ჩვენს ინტერესებს იცავდა არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებისთვის იურისტები და ადვოკატები. სხდომაზე, ესე იგი, პირველი რაც ჩვენ დავსვით საკითხი, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მუხლში უნდა ჩაწერილიყო, რომ ეს ზიანი ხდება ჩვენთვის დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. ანუ ის, რომ 9 წელი ვერ მოხერხდა უსინათლოებისთვის სარჩელების ფორმების ადაპტირება, ნიშნავს, რომ ჩვენ უსინათლოები შშმ პირები არ ვართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის პრიორიტეტული მოქალაქეები და მნიშვნელოვანი მოქალაქეები. ჩვენი საჭიროებები არ იმსახურებს საკმარის პატივისცემას, დაფასებას და ყურადღებას. აქედან გამომდინარეობდა ეს ჩვენი მოთხოვნა. ამაზე მოსამართლე თამარ ზამბახიძემ განმარტა, რომ დისკრიმინაციის დადგენა, სარჩელების ადაპტირება და მორალური ზიანის ანაზღაურება ისედაც იყო ჩვენი სასარჩელო მოთხოვნებიდან. თუ ყველა ამ მოთხოვნებს მოპასუხე მხარე დაეთანხმება, გამოდის, რომ მორიგება კი არ ხდება, ხდება სარჩელის ცნობა. მორიგება კი ნიშნავს, რომ ორივე მხარე მიდის რაღაც დათმობაზე. აქ მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ როგორ სწრაფად მოახერხა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაბამისი IT კომპანიის დაქირავება და ერთი ფორმის, ანუ 12-დან 1-ის ადაპტირება, როდესაც საქმე მივიდა უზენაეს სასამართლომდე და როდესაც მიხვდნენ, რომ შესაძლოა ეს საქმე უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაცილებულიყო. და ის თუ როგორ ადვილად, ანუ მე გესაუბრებით, აი რამდენიმე კვირის პერიოდში მათ მოახერხეს იმ ფორმების ადაპტირება, რომლებიც მანამდე 9 წელი ვერ გააკეთეს. და თვითონ ეს ფაქტი აჩვენებს, რომ რეალურად ეს არც თუ ისეთი რთული იყო, უბრალოდ ჩვენი მოთხოვნები აქამდე იყო იგნორირებული და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას მეთქი, რომ საუბარი გვაქვს სწორედაც რომ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, ანუ ჩვენი საჭიროებების უპატივცემულობასა და იგნორირებაზე. მეორე მეთქი, რაც ამაზე მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან არის ის, რომ გასაგებია, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მხოლოდ სარჩელების ფორმების ადაპტირება. ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, რომ მაგალითად, ესე იგი, მტკიცებულებები უნდა იყოს ასევე მისაწვდომ ფორმატში, ხო, უსინათლოსთვის. ასევე ერთია, რომ კარგი, ვთქვათ, მე სარჩელი შევიტანე, მაგრამ მოპასუხემ ხომ უნდა შემოიტანოს ისეთი შესაგებელი, რომელსაც მე ჩემით გავეცნობი. მოვიყვანე მაგალითი, რომ საქალაქო სასამართლოში მიუხედავად იმისა, რომ ვიხვეწებოდი, აი რამდენიმეჯერ დამჭირდა თანაშემწესთან დარეკვა და ტვინის ბურღვა იმისთვის, რომ მას გამოეგზავნა ჩემთვის სარჩელის ფორმა დასკანირებული ვერსია და არა ის, რომ უნდა დავლოდებოდი პოსტას, ან უნდა მივსულიყავი სასამართლოში და ის ამეღო. ოღონდ პოსტითაც რო გამომიგზავნა, ის შესაგებელიც იყო დასკანირებული, ანუ ჩემი ხმოვანი პროგრამა მას ვერ კითხულობდა, მაინც მე დამჭირდა, რომ ვიღაცას ჩემთვის ეს წაეკითხა. სხვათა შორის ეს ყველაფერი ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ სარჩელის ფორმაში წერია, რომ აი კითხვა არის, რომ როგორ გნებავთ დოკუმენტაციის მიღება, ელფოსტით თუ პოსტის მეშვეობით. და მე მონიშნული მქონდა, რომ ელფოსტის მეშვეობით მინდა, იმიტომ რომ
ადვოკატსაც უფრო სწრაფად გავუგზავნიდი, ვისთანაც მომინდებოდა იურიდიული კონსულტაციის გავლა, იმასაც სწრაფად გავუგზავნიდი და ერთ სიტყვით ესე მაწყობდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამომიგზავნეს. მისაწვდომ ვერსიაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. და მეთქი მე ვთქვი, რომ თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რონდომოდა რეალურად უსინათლო პირებისთვის მართლმსაჯულების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, მარტო ამ ფორმალისტურად ამ ფორმებს კი არ ადაპტირებდნენ, არამედ დანარჩენ საკითხებზეც იფიქრებდნენ, ხო? ანუ მტკიცებულებები რომ ჩვენთვის მისაწვდომი იყოს, რომ არა მარტო დაუშვათ ჩვენ შევძლოთ სარჩელის შეტანა, არამედ შესაგებლის გაცნობაც შევძლოთ დამოუკიდებლად ამ მექანიზმს შეიმუშავებდნენ ამ პერიოდში. ამაზე სხვათა შორის მოსაართლე თამარ ზამბახიძემ თქვა, რომ რადგანაც ეს არის მორიგების პროცესი, არ არის აუცილებელი, რომ მორიგების დროს ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც სარჩელში იყო დაწერილი. ანუ შესაძლებელია, რომ მოთხოვნა უფრო გაფართოვდეს რაღაც გაგებით. ამის მერე მე ვილაპარაკე ძალიან ბევრი იმაზე, რომ შშმ პირებს ჩვენ გვჭირდება აღიარება. სწორედ აღიარების ნაკლებობა არის, როდესაც არ უნდა რომელიღაც უწყებას რომ აღიაროს, რომ ჩაიდინა დისკრიმინაციული მოპყრობა. სწორედ ამ აღიარებიდან იწყება სინამდვილეში შშმ პირთა უფლებების დაცვა და ზოგადად სხვა ყველა მოწყვლადი ჯგუფის. ესე იგი, ყველა აცრილია იმ დისკრიმინაციის აღიარებაზე, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ თუ ამას აღიარებენ, ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ვართ ჩაგვრელი საზოგადოება. რისი აღიარებაც ძალიან არ უნდათ. არადა ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ შემდეგ დავიწყოთ მუშაობა ამ ჩაგვრის აღმოფხვრაზე, სერიოზული და რეალური მუშაობა. ამის შემდეგ მეორე მოსარჩელემ თქვა, რომ ის ფორმა, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ჩვენ წინა რამდენიმე დღის წინ, ანუ სასამართლომდე რამდენიმე დღით ადრე, ვნახეთ, ესე იგი 12-დან ერთი ფორმა გააკეთეს სადემონსტრაციოდ, რომ ანუ შემდეგ მაგ პრინციპით ადაპტირდება ყველა სხვა ფორმა შემდგომში რა. და ეს ერთი ფორმა ვნახეთ, არის ონლაინ, ანუ უკვე მისი გადმოწერა კი არ ხდება და Word-ის ფაილი კი არ არის, არამედ არის აი ონლაინ სხვადასხვა ფორმები რო ივსება ხოლმე ისეთი. საკმაოდ ადეკვატური ფორმა არის, შემიძლია ვთქვა, აქვს რამდენიმე ხარვეზი, მაგალითად, როცა ანუ ბოლოში რო ჩადიხარ და რო წერს, რომ ანუ PDF-ში შეგიძლია დააკონვერტირო და გადმოიწერო, თუ რომელიმე ველი არ არის შევსებული, გიწერს, რომ რამდენიმე ველი არ არის შევსებული და გთხოვთ შეავსოთ სავალდებულო ველები, მაგრამ არ გაჩვენებს, რომელი ველები რეალურად გამოგრჩა, ანუ სიას არ გიჩვენებს და გიწერს, რომ ხელთავიდან ჩაუყვე, აუყვე ყველა იმ შესავსებ ველს და ისე ნახო. ეს ფორმები. შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს 9 წელი, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი დრო. ამ პერიოდში ჩვენ შეიძლებოდა გქონოდა კარიერა, მაგალითად მე იურიდიული კარიერა, რომელიც არ მქონდა. ამაზე მაინც არგუმენტი იყო ის, რომ მორიგება თუ არის დისკრიმინაციის საფუძველი, ესე ვერ ჩაიწერებოდა. და ძალიან საინტერესო იყო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ არ უნდოდა ჩაწერა იმისაც კი, რომ ეს არის მორალური ზიანის კომპენსაცია. უნდათ უბრალოდ ჩაეწერათ, რომ გადაეცემათ ფულადი თანხა. და რისი არის ეს ფულადი თანხა? თუ ეს არის მიუღებელი შემოსავალი ჩვენი, მაგალითად ჩემი ამ შემთხვევაში როგორც ადვოკატის, მაშინ 10,000 და მით უმეტეს თავიდან ჩვენ ვითხოვით 2,500 ლარს უბრალოდ შემდეგ ჩვენ ეს თანხა გავზარდეთ და გავაოთხმაგეთ, თორემ ანუ ნებისმიერ შემთხვევაში არც 2,500 და არც 10,000 ლარი, რა თქმა უნდა, 9 წლის განმავლობაში ადვოკატის შემოსავალი არ არის. ახლა ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ გაცილებით მეტი შეოდა ყოფილიყო. და თუ დისკრიმინაცია არა, მას რა არის ეს ზიანი, ხო? ანუ გასაგებია, რომ რაღაცა ფარული ჩანაწერები ჩემზე არ გაუვრცელებიათ, ხო? და აბა მას სხვა რა მორალური ზიანი მივიღე, თუ არა ის, რომ ჩემი საჭიროებები და ჩემი მოთხოვნები ამ პერიოდის განმავლობაში იყო უბრალოდ იგნორირებული. თქვენ დავსვით საკითხი, რომ უნდა ჩაიწეროს და უნდა აიღოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვალდებულება, რომ არა მხოლოდ ის, რომ ეს ფორმა განათავსოს, არამედ ის, რომ უნდა მოახდინოს ადამიანების პროაქტიული ინფორმირება, რომ არა მხოლოდ თუ სინათლო ავსებს სარჩელს, მას შეუძლია გამოიყენოს ეს ადაპტირებული ფორმა, არამედ ის, რომ
თუ რომელიმე მხარე პროცესის არის უსინათლო, სხვა მხარეებსაც ვალდებულება აქვს, რომ შეაფსონ ის მისაწვდომი ფორმა, რომ მე უსინათლო გაეცნოს. ამაზე მოსამართლეების პასუხი იყო, რომ სავალდებულოებას უმაღლესი საბჭო ვერ დაადგენს, იმიტომ რომ ამისთვის საჭიროა, რომ შეიცვალოს კანონი. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ სავალდებულოება თუ არა, სარეკომენდაციოდ მაინც მოწოდების სახით ეს უნდა ეწეროს. ჩვენ ვითხოვდით, რომ მსგავსი ჩანაწერი სარეკომენდაციო გაკეთებულიყო სარჩელის ფორმებში, თვითონ რომ ამობეჭდავთ, ხო იცით, რომ იქ სქოლიოები არის, ვისაც ხონიათ სარჩელთან შეხება. და ერთ-ერთ სქოლიოში რომ ეწეროს, რომ თუ კი რომელიმე მხარე არის უსინათლო, გთხოვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ საიტზე განთავსებული ადაპტირებული ფორმებით. ეს ადაპტირებული, თუმცა მოკლედ გვითხრეს, რომ აი სარჩელის ფორმაში ცვლილების შესატანად საჭიროა, რომ შეიცვალოს ინსტრუქცია და ინსტრუქციის შესაცვლელად კი უნდა შეიკრიბოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უნდა მიიღოს დადგენილება და ჩვენო კოლეგიურ ორგანოს რომ დაგვეკისრებინა კოლეგიური ორგანოსთვის პასუხი რაღაც ვალდებულება, რომ რაღაცა გაეკეთებინათ, არის ძალიან იშვიათი. ძალიან მიკვირს ხალხო ეს, იმიტომ რომ დავიჯერო კომუნიკაციების კომისიას ან სემეკისთვის არასდროს არ დაუკისრებიათ რაიმის შესრულება სასამართლოს კაცო. მოკლედ ერთ სიტყვით თქვეს, რომ ესეთი რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეკრებას და კენჭისყრას, მოდი შევიკავოთ თავით. შეგვიძლია რომ დავაკისროთ უმაღლეს საბჭოს მხოლოდ ის ვალდებულება, რომ აი ეს ინფორმაცია, რომ თუ კი რომელიმე მხარე არის უსინათლო, შეუძლია ამ ფორმებით სარგებლობა განათავსონ სასამართლოების შენობებში, სასამართლოების საიტებზე და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საიტზეც. ჩემი აზრით ეს არასაკმარისია, გულწრფელად რო გითხრათ, იმიტომ რომ საიტს შეიძლება ადამიანები დიდად არ კითხულობდნენ, პირდაპირ გადმოწერენ იმ სარჩელს, რომელსაც მიჩვეულები არიან, ან შეიძლება გადმოწერილიც ქონდეთ სარჩელი და პირდაპირ შეაფსონ ისე რომ არ წაიკითხათ. თუმცა ფაქტია, წარმოიდგინეთ ხალხო, შშმ პირები რამდენად არაპრიორიტეტულები ვართ მათთვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისე ვერ შევაწუხებთ და ჩვენ გამო ვერ შევკრებთ და ინსტრუქციაში ვერ შევატანინებთ ცვლილებებს. აი ესეთ რეალობაში ვართ. ხო, მეორე მოსარჩელებს მე დავიწყე და მე მგონი არ დავამთავრე ის თქვა, რომ ეს ფორმა, ეს არ არის ინკლუზიის კარგი სტანდარტი, იმიტომ რომ ფორმა არის ცალკე დადებული, ეს რაღაცა უსინათლოებისთვის ცალკე ფორმა და ცალკე არის ყველასთვის არსებული ფორმა. ინკლუზიის, ანუ სწორი სტანდარტი კონვენციიდან გამომდინარე არის, რომ ყველასთვის უნდა იყოს მისაწვდომი ყველა რესურსი. და არა ეს ცალკე უსინათლოებისთვის, ეს ცალკე ეტლით მოსარგებლეებისთვის, ეს ცალკე იმათვის, ეს ცალკე ამათვის, ცალკე ვიღაცებისთვის. ხო და გაიმართა ბოლო ბრძოლა ჩვენი იყო იმის გარშემო, რომ ქონოდა ჩანაწერში, რომ ეს არის მორალური ზიანის ანაზღაურება და არა უბრალოდ რაღაცა გაუგებარით მოწყალება თუ რა ვიცი. და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მაინც წერია, რომ ეს არის მორალური ზიანის ანაზღაურება. და როგორც მე ვთქვი, ერთი ფორმა არის მხოლოდ ადაპტირებული, ჯერჯერობით, ისიც არ არის ჯერ განთავსებული საიტზე, თუმცა უნდა განთავსდეს მომავალში, 3 თვის განმავლობაში და ასევე უნდა დაემატოს ის 11 დანარჩენი ფორმაც, რომელიც უნდა ადაპტირდეს იგივე სტანდარტით. და ამ ფორმებით სარგებლობა შეეძლებათ, კიდევ ერთხელ გავიმეორდები, ნებისმიერ მხარეს, არ იქნება შეზღუდვა მხოლოდ უსინათლოებზე და ძალიან სწორიც იქნება, რომ ყველა მხარე მისარგებლოს იმისთვის, რომ ხო არ ვიცით ვინ არის მოპასუხე, შეიძლება მოპასუხე იყოს უსინათლო ან მესამე პირი ან რომელიმე ადვოკატი. ხო, კიდევ ერთი თქვათ, რომ ეტლით მოსარგებლეს უნდოდა ჩვენს ხდომაზე დასწრება და ვერ დაესწრო, იმიტომ რომ აუზენა ეს სასამართლოს შენობა უბრალოდ არ არის მისაწვდომი. ფიზიკურად ვერ შევიდო და ქუჩაშიც კი ვერ დადგებოდა, იმიტომ რომ გზიდან რომ ამოსულიყო ერთი საფეხური იყო და ხელით შემოიყვანეს მანდატურებმა პირველ სართულზე და ჩვენი პროცესი არ მახსოვს ახლა მეორეზე იყო თუ მესამეზე, მაგრამ იქ ვეღარ შემოიტანეს ბჭყალებში და მანაც არის სურვა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა მისთვის ღირსების შემლახველი მოყრობა და ამის გამო ჩვენს პროცესს ვერ დაესწრო შშმ პირი და ვერ გამოხატა სოლიდარობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ დისკრიმინაციულ გარემოში ვართ რეალურად ჩვენ.
თუმცა იმედი მაქვს, რომ რა თქმა უნდა ეს განჩინება მორიგების არის სავალდებულოს შესასრულებელი და თუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის არ შეასრულა, სასამართლო განხილვა განახლდება და უკვე ისედაც პრინციპში კანონის ძალით უკვე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეკისრება არა მხოლოდ ამ ფორმების ადაპტირება, არამედ ხალხის პროაქტიული ინფორმირება ამ ფორმების არსებობის შესახებ. რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება კომპენსაციას, მე სასამართლოზეც ვთქვი და აქაც ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ის პირიქით უფრო დამამძიმებელი არის, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი შენ ფული აიღე და ამიტომ დათანხმდი იმას, რომ დანარჩენი დოკუმენტაციის მისაწვდომობის საკითხი არ დასმულა. თუმცა მე აქვე განმარტო, რომ დანარჩენი დოკუმენტაციის მისაწვდომობის საკითხი იმიტომ არ დასმულა, რომ თავის დროზეც სარჩელში ჩვენის არ გქონდა მითითებული გამოგვჩა. მე პირადად ობიექტურად გითხრათ, ქვეყანაში არ ვიყავი, მივემგზავრებოდი, როდესაც ამ საქმის წარმოება დავიწყეთ და სიმართლე რომ გითხრათ, მაშინ უსინათლოები ხელსაც კი ვერ ვაწერდით დოკუმენტებს დამოუკიდებლად, არათუ სარჩელის შეტანაზე იყო საუბარი. და ეს იყო ჩვენთვის ძალიან მძიმე პრობლემა ასევე. ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება მე ეს ვიღაცამ პასუხი მომთხოვოს, ესე ვთქვათ, როგორც აქტივისტს. ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ფორმები რეალურად გაკეთდეს. თუმცა, კომპენსაციებს ფინანსურს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. არც ერთ სახელმწიფოში მსოფლიოს გარშემო, სადაც კი შეშემო პირთა უფლებების კუთხით და ინკლუზიის კუთხით რაღაც კარგი გაკეთდა და სასიკეთოსკენ შეიცვალა, ყველგან სადაც კი ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ კერძო ბიზნესმა სახელმწიფომ გაიაზრეს, რომ მათ უფრო ძვირი უჯდებათ ექსკლუზია და მიუწვდომელი გარემო, ვიდრე გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ იყო, რომ მაგალითად ამერიკაშიც, ევროპაშიც იყო ძალიან დიდი სასამართლო პროცესები და დისკრიმინაციის განმახორციებელ უწყებებს, როგორც საჯაროს, ასევე კერძო ბიზნესს, ეკისრებოდა ძალიან დიდი თანხების გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. დისკრიმინაციის გამო და ამიტომ ჩათვალა ბიზნესმა, რომ არ უღირთ და ურჩევნიათ, რომ თავიდანვე ყველაფერი გამართონ ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ საქართველოშიც თუ თავისი ჯიბით არ აგებენ პასუხს, ვერასდროს ვერ ისწავლიან ჩვენი საჭიროებების პატივისცემას. სამწუხაროდ ეს ესეა, რომ ნეგატიური ადამიანებს უფრო კარგად ამახსოვრდებათ და უწყებებსაც მათ შორის ვიდრე პოზიტიური. და მე ეს გავიაზრე ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე იყო კომენტარი, რომ 3 წლის წინ ორი გოგო იდგა კიბეებთან, მე შევთავაზე დახმარება და უხეშად მიპასუხեցო. მე დავაკვირდიო, რომ იქ იყო ყვითელი ხაზები, რომლებსაც ისინი მიყვებოდნენ, ალბათ ისინი იყო უსინათლოებისთვის ტაქტილურ ბილიკებზე მაქვს საუბარი. უსინათლოებისთვის და ამას მიყვებოდნენ ორიენტირად. ამასო და ეს შეესწრო ჩემი 8 წლის შვილი და ყოველ ჯერზე როცა ამ ბილიკებს დავინახავთ, ის მახსენებს დედა ხომ გახსოვსო. ანუ წარმოედგინეთ ხალხო, ტრენინგზე, კონფერენციაზე გაღიმებული სახით რო გვეთქვა, რომ ასეთი ბილიკები არსებობს და მათ ვიყენებთ და მათ მიყვებით და დავდივართ, ადამიანებს ეს შეიძლება და არ დამახსოვრებოდათ. სამაგიეროდ ძალიან კარგად დაამახსოვრდათ აი ის, რაც მათ ჩათვალეს უხეშად. მე არ ყოფილვარ იქ მაშინ მეტროში, სხვები იყვნენ სავარაუდოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასეა. ძალიან დიდი მადლობა PHR ჩვენი ინტერესების დაცვისთვის ამ 9 წლის განმავლობაში და იმედს გამოვთქვამ, რომ რა თქმა უნდა დათქმულ ვადაში ჩვენ ვნახავთ მისაწვდომ ფორმებს უკვე საიტზე განთავსებულს და შევძლებთ, რომ გადმოვიწეროთ, შევავსოთ და დავტკბეთ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით და თავისუფლებით, რომელიც აწი ჩვენ გვექნება, შეგვეძლება უკვე ჩვენით ადვოკატების გარეშეც რაღაცები შევავსოთ და მივმართოთ სამწუხაროდ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, მხოლოდ საერთო სასამართლოებს, ანუ საქალაქოს, სააპელაციოს ან უზენაეს. წარმატებები ყველას და პირველ რიგში შეშემო თემს და უსინათლოებს და იმედი გვაქვს, რომ ეს კარგი პრეცედენტი იქნება და უფრო მეტ რეფორმას წაახალისებს კიდევ, ვიდრე ის, რაც ამ ეტაპზე გვაქვს.